განვაგრძობთ გამოშვებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მცირე მიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო. მცირე მიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში წელს 800,000 ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. სახნავი მიწებისა და ბარათების დარიგების არეალი გაფართოვდა და მას დაემატა ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის შემოერთებული სოფლები. რატომ გადაწყვიტა მთავრობამ არეალის გაფართოება და რამდენად სწორია სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება მაშინ, როცა მთავრობა ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე ალაპარაკდა. ამ კითხვაზე ჩვენი სტუმარი სოფლის მეურნეობის პროექტების ხელმძღვანელი ბატონი არჩილ ბუკია აღგვცემს პასუხებს. ბატონო არჩილ, მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. უშუალოდ გავყვეთ კონკრეტულად კონცეფციურად პროექტს. უშუალოდ რა ცვლილებები შევიდა, რა სიახლეებს უნდა ელოდოს, ასე ვთქვათ, მცირე მიწიან ფერმერთა ნაწილი ახლო მომავალში და შემდეგ უკვე განვავრცოთ სხვა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც რეალურად დაისვა ჩემს შესავალში. მოგახსენებთ, იცით რომ თავის დროზე როცა საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ამ პროექტის განხორციელება, თავიდანვე დაანონსებული იყო, რომ ეს პროექტი იქნებოდა 3 წლიანი და მისი ბიუჯეტი ეტაპობრივად შემცირდებოდა. წელს ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, ბოლო წელიწადი ამ პროექტის განხორციელების, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით 100-ია გადაწყვეტილი და ასევე იცით, რომ ეტაპობრივად ამ პროექტის ბიუჯეტი ასევე მცირდებოდა. შარშანდელისგან განსხვავებით მნიშვნელოვანი ცვლილებები პროექტს არ განუცდია. ჩვეულებრივად ტარდება ხნის სამუშაოები იმ ფერმერებისთვის, რომლებიც ფლობენ მიწის ნაკვეთებს 0.25 მიასედიდან 1.25 მიასედი ჰექტრის ჩათვლით და მე მინდა გითხრათ, რომ უკვე თელ აღმოსავლეთ საქართველოში ეს სამუშაოები მიმდინარეობს, უკვე 2500 ჰექტარზე მეტი ფართობია მოხმული და ამ დღეებში დასავლეთ საქართველოშიაც დაიწყება მთელი დასავლეთ საქართველოს რეგიონების მასშტაბით ხნის სამუშაოები. მაგრამ ამჯერად მე მინდა ყურადღება გავამახვილო აგრობარათებზე. იმიტომ რომ აგრობარათებზე თქვენ იცით, რომ ჩვენ ასე ეგრეთ წოდებულ ქულებს ვრიცხავთ, რის საშუალებითაც ფერმერებს საშუალება აქვთ, რომ მიიღონ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო საქონელი. იცით, რომ შარშან დავარიგეთ პირველად აგრობარათები და ეს ბარათები არის ლიბერტი ბანკის ლოკალური ბარათი, ჩვეულებრივი საბანკო ბარათია. ეს არის მრავალწლიანი გამოყენების და წელსაც ამ პროექტის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ ეს ბარათი. ანუ კონცეფციურად შევიდა თუ არა, თუნდაც იგივე აგრობარათების საკითხში გარკვეული ცვლილებები? ცვლილებები არ შესულა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ ბარათზე ფერმერებს გაუცდათ საშუალება, რომ მიეღოთ სხვადასხვა სახის, თუნდაც იგივე რთველში ჩაბარებული ყურძნის ღირებულება, ან სხვა სახის ჩვეულებრივი საბანკო ქმედებები განეხორციელებია და როგორც ჩვენ ვიცით, ლიბერტი ბანკისგან ეს ბარათები ცოცხალია. ანუ არა მარტო იმ სასოფლო-სამეურნეო საქონელის ქულებს ღებულობენ, არამედ ჩვეულებრივად მრავალნაირი დანიშნულების არის. მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ამ ბარათებზე ქულების ჩარეცხვა მოხდება 9 მარტისთვის და ხაზი მინდა გაუსვა მიმართო იმ ბენეფიციარებს, ვინც დაკარგეს ეს ბარათები შარშან, ან რაიმე მიზეზის გამო მათ აღარ აქვთ ეს ბარათები, რომ 9 მარტამდე აუცილებლად მიმართონ ლიბერტი ბანკის ფილიალებს, რომ მოახდინონ დაკარგული ბარათების ჩანაცვლება და ახალი ბარათის აღება. ეს იმიტომ რომ 9 მარტს ყველა ბარათზე ჩაირიცხება ქულები და თუ მოხდა ისე რომ ვინმეს ბარათი სხვას აქვს, მას ჩვენ არ გვინდა რომ საშუალება ქონდეს რომ სხვამ გამოიყენოს ქულები, ამიტომ ვთხოვთ ყველა ბენეფიციარებს, ვისაც დაკარგული აქვს ან სხვა მიზეზის გამო აღარ აქვს ეს ბარათები, მიმართონ ლიბერტი ბანკის ფილიალებს და განაახლონ თავიანთი აგრობარათები. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი გვისმენს ახლა და პრინციპში მათთვის ეს ინფორმაცია ნამდვილად სასარგებლო იქნება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მინდა დავსვათ თქვენთან, ეს არის თქვათ ის ბენეფიციარები, რომლებსაც გააჩნიათ 0.25 მიასედიდან 1.25 მიასედი ჰექტარის ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი. ამ შემთხვევაში რა მოხდება რეალურად, რა სპეციფიკაა ეს? ამ შემთხვევაში წლევანდელი პროგრამით გათვალისწინებულია, რომ ისინი მიიღებენ მხოლოდ მათი მიწების დახმის სერვისს, ანუ სარგებელი არის მათი მიწების მოხდა და ისინი აღარ მიიღებენ აგრობარათზე დარიცხულ ქულებს. ეს როგორც გითხარით, ეტაპობრივად მცირდებოდა ბიუჯეტი პროექტის და წელს შემცირება სწორად ამაში გამოიხატა, რომ ამ კატეგორიის ბენეფიციარები მიიღებენ მხოლოდ და მხოლოდ მათ საკუთრებაში არსებული მიწების ხმის სარგებელს. კი ბატონო, და ბატონო არჩილ, ჩემი შემაჯამებელი კითხვით გადმოვდივარ. დღევანდელ გადაცემაში ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ზუსტად ქამრების შემოჭერის პოლიტიკა იყო და მე აქვე მინდა ეს ყველაფერი ლოგიკურ ჩარჩოში მოვაქციო იმ სუბსიდირების პოლიტიკასთან, რასაც რეალურად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. რეალურად თქვენი აზრით, თქვათ, წინააღმდეგობაში ხომ არ მოდის, თქვათ, გარკვეულწილად ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, რაზეც თქვათ, ქვეყნის ეკონომიკური გუნდი საუბრობს, თუნდაც იმ სუბსიდირების პროგრამასთან, რომელსაც ძალიან ბევრი ანალიტიკოსი და ექსპერტი აკრიტიკებს, რომ ის ხანგრძლივ პერსპექტივაში რეალურად არ არის გაწერილი.
რაც შეეხება სუბსიდირებას, ეს ნამდვილად არის იმ წვრილი ფერმერების სუბსიდირება, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის სუბსიდირება, რომელიც რეალურ ეკონომიკაში მიემართება. ანუ ეს თანხა მიემართება იმ სატრაქტორო კომპანიების ანგარიშებზე, რომლებიც რეალურად სამუშაოს ასრულებენ. ეს თანხა მიემართება იმ მაღაზიებში, რომლებიც რეალურად სასოფლო-სამეურნეო საქონელს აწოდებენ ფერმერებს. ანუ ეს არ არის რაღაც სუბსიდირება, ეს არის კონკრეტულად შესრულებული სამუშაოსთან გაყიდული საქონელისთვის მიღებული სუბსიდირება, რომელიც ეკონომიკაში მიემართება და შესაბამისად სუბსიდირებას იმ პირდაპირ გაგებით, რასაც სუბსიდირება ქვია, ვერ დავარქმევთ. ბატონო არჩილ, ძალიან დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს საპირისპირო პოზიცია აქვს და შესაბამისად ბიზნეს კონტაქტის ეთერი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი პოზიციისთვის. ძალიან დიდი მადლობას მოგახსენებთ, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ეხლა კი